სამ თვეზე მეტი ცდილობდნენ იოსებ გორგაძის გადარჩენას მედიკოსები, თუმცა ეს მათ ვერ მოახერხეს. მრავლობითი დაზიანებებით მოხვდა სწორედ საავადმყოფოში იოსებ გორგაძეს. სახისა და თავის არეში ჰქონდა მას ძალიან ბევრი დაზიანება, 30-ზე მეტი დაზიანებით იყო ის კლინიკაში შეყვანილი. სახის არც ერთი ძვალი არ ჰქონდა მთელი. პატიმას, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ გლდანის მერვე დაწესებულებაში, მას ჰქონდა ტვინის შეშუპება. მე ახლა ხელში მიჭირავს იოსებ გორგაძის სამედიცინო ცნობა, სადაც გლდანის მერვე დაწესებულების თანამშრომლები წერენ, რომ პატიმარს 46 წლის მამაკაც ჰქონდა ტვინის ინსულტი და ეს დოკუმენტი შეიძლება ჩაითვალოს, რომ გლდანის სამედიცინო დაწესებულების ექიმების წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება არის, როგორც ცდილობდნენ ისინი სწორედ გაენადგურებინათ მტკიცებულებები და როგორც ცდილობდნენ საზოგადოებას შეეყვანათ შეცდომაში, რომ თითქოს პატიმარს ჰქონდა სწორედ ტვინის ინსულტი და ეს იყო მიზეზი, რის გამოც გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამავე სამედიცინო დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მაშინ, როდესაც პატიმარი 46 წლის იოსებ გორგაძე ნახეს, ის იმყოფებოდა საკანში, იწვა იატაკზე, უგონო მდგომარეობაში, ერთადერთ სიტყვას ამბობდა არა, სხვა მხრივის კონტაქტზე არ გადიოდა მედიკოსებთან. სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი გადაყვანა გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში, ჯერ შემდეგ მოხდა კლინიკა ვივამეთში და აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გამოძიება იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო და მაშინ ოჯახის წევრებს ეუბნებოდნენ, რომ პაციენტი მაღალი სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაზიანებები, რის გამოც ის მოხვდა სწორედ საავადმყოფოში და მძიმე მდგომარეობაში, დავარდნის შედეგად იყო მიღებული. რა თქმა უნდა, ამ ვერსიის თავიდანვე ოჯახის წევრებს არ სჯეროდათ. ადვოკატი კი დღეს ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ არა მხოლოდ სავარაუდოდ პატიმრებმა სცემეს იოსებ გორგაძეს, სავარაუდოდ მის სცემაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ბრადრაგები და ეს არის ის მიზეზი, რის გამოც ციხის ადმინისტრაცია და იუსტიციის სამინისტრო არ დებს ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულ შედეგს და ბრალს არ უყენებს ადამიანებს, ვინც სასიკვდილოდ 46 წლის კაცი გაიმეტეს. ეს არის ფორმასი, რომელიც გაცემული არის გლდანის ნომერ მერვე დაწესებულების მიერ სანამ ვივამეთში შეიყვანა. და ამბობენ, რომ აქვს ტვინის ინსულტი. ესაჯერება ჰოსპიტალიზაცია სტაციონარში. გამოძიება მიმდინარეობს დაახლოებით 4 თვეა. მაგრამ არანაირი შედეგი არავისთვის არც ბრალი წაუყენებიათ, არც დაუკავებიათ და სამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა. პირიქით გამოძიებას აქვს ის ვერსია, რომ სავარაუდოდ იოსებ გორგაძე წაიქცა და მიიღო ეს დაზიანებები. და თქვენ იცით, რომ მას აქვს თავის და სახის მიდამოებში დაახლოებით 30-ზე მეტი დაზიანება და წარმოუდგენელია ერთი წაქცევით ეს ასეც რომ იყოს, ეს დაზიანებები მიიღო. წარმოუდგენელია, რომ მარტო პატიმრებს გაეკეთებინათ ეს. ამაში სავარაუდოდ არის გარეული დაწესებულების თანამშრომლების ხელი. ის არის ფიზიკურად შეუძლებელი. ინსულტის დიაგნოზით შეიყვანეს ვივამედის კლინიკაში. შემდეგ ვივამედის კლინიკამ ამასთან დაკავშირებით გასცა ოფიციალური დოკუმენტაცია, მათ შორის სამედიცინო ისტორია და ფორმა 100, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ არანაირი ინსულტი ამ ადამიანს არ ჰქონდა. ინსულტის ნიშნებიც კი არ ჰქონდა. გლდანის დაწესებულების მიერ გაყალბებულ დოკუმენტს ხელი კლინიკა ვივამეთში არ მოაწერეს. პირველები ვესაუბრეთ კლინიკა ვივამედის კლინიკურ დირექტორს, რომელიც ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ კლინიკამ პირველივე დღესვე შეაფასა ის დაზიანებები, რა დაზიანებებითაც 46 წლის მამაკაცი შეიყვანეს სწორედ საავადმყოფოში. აღიბეჭდა, რომ მას ჰქონდა მრავლობითი დაზიანება სახის არეში, ძვლები ჰქონდა ჩალეწილი და ამასთან ერთად ჰქონდა ტვინის შეშუპება. ზურაჯ ხაიძე პირველებთან საუბრისას აცხადებს, რომ თითქმის სამ თვეზე მეტხას ცდილობდნენ მედიკოსები 46 წლის პატიმარი მამაკაცის გადარჩენას, თუმცა სამწუხაროდ ეს მათ ვერ მოახერხეს. ოფიციალური მიზეზი გარდაცვალების არის სწორედ ის დაზიანებები, რა დაზიანებითაც კლინიკაში მოხვდა 46 წლის იოსებ გორგაძე. გაფორმებული ინსულტით კლინიკაში ნამდვილად არ ყოფილა. კლინიკის დიაგნოზი არის, რა თქმა უნდა, ის რაც რეალურად იყო, ეს იყო პოლიტრაუმა, მრავლობითი დაზიანებები. პირველივე დღიდან კლინიკის მიერ გამოტანილი დიაგნოზი არის და აღწევს დაზიანებებს.
პაციენტს ამ მთელი ამ ხის განმავლობაში უტარდებოდა აქტიური სამკურნალო საშუალებები, ღონისძიებები, არაერთი ოპერაციული ჩარევა, მაგრამ მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა სამწუხაროდ დადგა ლეტალური შედეგი. 30 იანვარს არის შემოსული ოფიციალური მიზეზი რა გაფორმდა გარდაცვალების? ოფიციალური მიზეზი ეს არის ძირითადი მისი დაავადებებიდან გამომდინარე, ეს იყო თავის ტვინის ტრავმა და ლეტალური შედეგი განვითარდა თავის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ 2012 წელს ქართული ოცნება ხელისუფლებაში სწორედ ციხის კადრებით მოვიდა, მაშინ საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ მსჯავრდებულების უფლებები ციხეში იქნებოდა დაცული, თუმცა 13 წლის შემდეგ რა გვაქვს რეალობა, ისევ იმ ციხეში, ისევ გლდანის დაწესებულებაში სასტიკიცემის შედეგად გარდაიცვალა ადამიანი 46 წლის მამაკაცი, რომლის გადაყვანა ჯერ საავადმყოფოში გახდა საჭირო 3 თვის განმავლობაში მკურნალობდნენ მას, იმდენად მძიმე იყო მისი დაზიანებები, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. იოსებ გორგაძეს ხვალ საკუთარ სახლში, მშობლიურ სახლში, ბორჯომში დაკრძალავენ და დაკრძალვის შემდეგ ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც 46 წლის მამაკაცის წამებაში, ცემაში იყო ჩართული, პასუხისგებაში მიეცეს. წინ მძიმე დღეები ელოდება როგორც ციხის ადმინისტრაციას, ასევე იმ საგამოძიებო უწყებებს, რომელთაც უნდა გამოიძიებიათ ამ 3 თვის განმავლობაში რა მოხდა გლდანის მერვე დაწესებულებაში, თუმცა არც ერთი სიტყვა მათ არ უთქვამთ. მას შემდეგ რაც იოსებ გორგაძე გარდაიცვალა, ეს გუში გვიან ღამით მოხდა სწორედ კლინიკა მივამეთში, იძულებული გახდა კარლო კაციტაძის უწყება, რომ ამ საქმეზე მას დაეწყო გამოძიება. ახლა იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შემდეგ კარლო კაციტაძის უწყება იძიებს ამ მძიმე ამბავს, რა შედეგს დადებს კარლო კაციტაძე, ეს ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ცნობილი არის ის, რომ გორგაძეების ოჯახი გაჩერებას არ აპირებს და სიმართლის დასადგენად ისინი, როგორც თავად ამბობენ, ყველაფერს გააკეთებენ.